მოგესალმებით. სურს დავაჯამოთ მონაცემები კვარტლების და წლის მიხედვით. ყველა ძირითადად ვაკეთებთ ასე, რომ ჯერ ჯამურ მონაცემებს ვითვლით კვარტლების მიხედვით და როდესაც ამას ყველა კვარტალზე დავთვლით, შემდეგ უკვე წლის მონაცემებს, სადაც იგივე სამ ფორმულით ვითვლით და თითოეულ კვარტალზე ცალკე მოვნიშნავთ ცალკე თითოეულ კვარტალს. და ასე ვაჯამებთ, მაგრამ ეს ცოტა საწვალებელია. შეგვიძლია ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გავაკეთოთ subtotal ფორმულის გამოყენებით. ამისთვის კვარტლის ჯამების სამ ფორმულით არ უნდა დავთვალოთ subtotal ფორმულით, მოვნიშნავ ყველა კვარტლის უჯრას და დავწერთ subtotal ფორმულას, სადაც ცხრიანი არის დაჯამება და ჯერ ცხრიანს დავწერ შემდეგ კვარტლის თვეებს მოვნიშნავ, რომელიც უნდა დავაჯამო და დავხურავ და ყველა უჯრაზე გავავრცელებ, სადაც კვარტლის ჯამები უნდა დავთვალო და უკვე წლიურ ჯამსაც subtotal ფორმულით გამოვთვლი. და პირდაპირ შემიძლია მოვნიშნო მთლიანი სვეტი. სანამ მთლიან სვეტს მოვნიშნოთ, რა თქმა უნდა, ცხრიანი დაგვიჯამოს და შემდეგ მოვნიშნოთ მთლიან სვეტს. და უკვე სწორად დაგვითვლის მონაცემს და აღარ ვწყალოთ ამდენს.